რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად. დღის აქტუალური თემა. მოგესალმებით, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ დღის არხის ფორმატში მუშაობას და ჩვენ ახლა სტუდიაში მასპინძლობთ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთ დამფუძნებელ სამხედრო ანალიტიკოს ბატონ ლევან ნიკოლაიშვილს. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ლევანთან ერთად ჩვენ ვეცდებით მიმოვიხილოთ დიდ პოლიტიკურ არენაზე სამხედრო პროცესების პარალელურად მიმდინარე პოლიტიკურ რეალობაზე და ალბათ ჩვენი საუბარი დიალოგი უნდა დავიწყოთ იმ ინფორმაციით, რომელიც 2 საათის წინ დადასტურდა, მსოფლიო მედია ადასტურებს ამას, რომ მომლაპარაკებლები ამერიკის შეერთებული შტატებისა უიტკოფის თავკაცობით მოსკოვში ჩავიდა და მოსკოვში მათი ვიზიტი დაადასტურა კრემლმაც, შესაბამისად დიალოგის მომდევნო ფაზა გაიმართება. მანამდე შევახსენოთ რადიო მსმენელს, რომ ზელენსკისთან ტრამპისა და მისი წარმომადგენლის ხმაურიანი კამათში გადასული დიალოგის შემდეგ გუშინ წინ სრულიად შეიცვალა მოცემულობა და მათი მოლაპარაკების შემდეგ, როგორც ჩანს, დაახლოებით იმ კალაპოტში ექცევა ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან პროცესები, როგორცაც ითხოვდა ტრამპის ადმინისტრაცია და კიდევ ერთი დეტალი, გუშინ პირველად მას შემდეგ, რაც უკრაინაში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, სამხედრო პროცესების ველზე თუ სამხედრო თეატრის სივრცეში რუსეთის პირველი მიდის და კურსკის ოლქში მან ვიზიტი განახორციელა. ეს ყველაფერი ის ფონი და მოცემულობა, რომლის შემდეგაც დღეს ჩვენ მოსკოვში ამერიკელი მომლაპარაკებლების ჩასვლას ვახსენებთ და საინტერესოა თქვენი აზრი, თქვენი ვარაუდი. ფაქტია, რომ ახლა რა პოლიტიკური მოლაპარაკებაც უნდა შეთანხმდეს, ასე თუ ისე უნდა თუ არ უნდათ რაღაც კუთხით მაინც იქნება განპირობებული იმ მოცემულობით, რაც ფრონტის ხაზზეა. ხომ ასეა? დავშთავად ხადია და აქ რამოდენიმე ამბავთ ან ჩვენ საქმე, ერთი დადებითი მომენტი, რა თქმა უნდა, ისე რომ მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, ასე თუ ისე, რაც არის ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ რეალურად შესაძლებელია ეს ომი დასრულდეს. მაგრამ მანამდე არის ხო მთელი რიგი საქმეები გასარკვევი და მთელი რიგი საკითხები არის უფრო ნათლად წარმოსაჩენი, ვინაიდან მას შემდეგ რაც საუდის არაბეთში გაიმართა ეს მოლაპარაკება უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის, მაინც ბევრი ბუნდოვანება გაჩნდა, ვინაიდან რას ნიშნავს პირველ რიგში დროებითი ზავი, ანუ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში. ეს რა არის რაღაცა წინაპირობა იმისათვის, რომ ამოწმებენ მხარები როგორ მოიქცევიან თუ არა, ხო? ეს შეიძლება ხელწლიანი პირობაც ყოფილიყო და მაინც დარღვეულიყო, ან მაინც შეიძლება დაიდგეს, რა თქმა უნდა, ამას არავის არ უსურვებთ ჩვენ. მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან მოკლე ვადა იმისათვის, რომ მხარებს შორის მოხდეს გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება. მანამდე გაჟღერდა ასევე ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თქვათ რუსეთი რას ითხოვს საბოლოო ჯამში და ამერიკელების თქვათ სადამდე მივლენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ის რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ეს არის ერთგვარი წინაპირობა და ერთგვარი გარანტია ამერიკელებისათვის, რომ ზელენსკის ერთგვარი ლაგამი ამოდონ, ეს გასაგები არის აბსოლუტურად და გასაგები არის ასევე ისიც, რომ ეს ამერიკის პირდაპირ უშუალოდ ეროვნულ ინტერესებში შედის და ტრამპის ეროვნულ ინტერესებს, ტრამპის დაპირებებიდან გამომდინარე, ეს არის მისი მთავარი ინტერესი, რომ ის არა მარტო უკრაინაში და თქვათ ევროპაში დამყარო მშვიდობას, არამედ გარკვეულ კეთილდღეობას მოუტანს შიგნით თვითონ ამერიკის ეკონომიკასაც, მათ შორის და ერთგვარი გარანტია არის. მეორე რომ რუსები უკვე იძახიან იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა მოლაპარაკება არ არის დასრულებული, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც ისინი არც კი განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ეს მე მგონი ძალიან ადვილად მისაღწევი არის ამ მოლაპარაკების ამ ფაზაში, იმიტომ რომ უკრაინელებიც იციან ამის თაობაზე, ამერიკელებიც იციან, რუსებიც იციან. მაღალი საუბარი ამის თაობაზე და უბრალოდ სავალალო ის არის, რომ ეს იყო ერთ-ერთი ომის დაწყების პირობა და ამ პირობის გამო ვითომ დაიწყო და ამ ხელამ სვეპრი მივიღეთ. მეორე რასაც რუსები იძახიან, ასევე საინტერესოა, რომ ისინი არაპირებენ ყირიმის დათმობას და ასევე არაპირებენ იმ თვითაღიარებული რესპუბლიკების დათმობას, ან იმ ტერიტორიების დათმობას. ეს უფრო შეიძლება იყოს სადაო თემა. რაც შეეხება ყირიმს, ეს პირადი ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ამის თაობაზე, ცოტა ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა ყირიმი ესე ადვილად დათმონ. რა თქმა უნდა, უკრაინაც ერთხელ ვერ შეეგუება ყირიმის ესე დათმობას, რაც არ უნდა ამერიკელებმა დააძალონ მათ ამის შესახებ და ალბათ შეიქმნება არაერთხელ ჩვენია ჩვენ ესე გაყინული კონფლიქტის ვარიანტი ან გაყინული რაღაცა ფაზა ყირიმთან დაკავშირებით. ერთხელ მსოფლიო არ აღიარებს ყირიმს როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს, დარჩება
ასე ვთქვათ, იმ პირობაზე, რომელიც უკრაინის არის, de jure de facto თამაში პინგ-პონგით გაგრძელდება, მაგრამ რეალობა იქნება სხვა. ძალიან ცუდი ფრაზაა, მაგრამ თუ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეთანხმება საბოლოოდ ისე რომ მიხვდება, რომ პრობლემის საგნად დარჩება მხოლოდ ის, რაც თქვენ ახსენეთ. ხო. მაშინ კიდევ არაუშავს შეგვიძლია თქვა, ხო? მაგრამ ეხლა კიდევ არის რამოდენიმე საინტერესო მომენტი, რომ რუსეთი ასევე ითხოვს, რომ გარდა იმისა, რომ ნატოში არ გაწევრიანდეს უკრაინა, ასევე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდეს ეგრეთ წოდებული ნატოს ჯარები. ანუ ის ქვეყნის წარმომადგენლები, ის ქვეყნის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც პარალელ რეჟიმში ნატოს წევრები არიან. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მათზე ერთგვარი თავდასხმას კი ეს უკვე ავტომატურად იწვევს ნატოზე. ხო, უნდათ არ უნდა და ხა თუ ისეთი ქვეყნები განთავსდებიან, რომელიც ნატოს წევრი არის, ეს შეიძლება რუსეთმა დათმოს, მაგრამ აქ კიდევ სამხრივი შეთანხმება არის საჭირო, ხომ? რუსეთიც უნდა იყოს თანახმამის თაობაზე, უკრაინაც უნდა იყოს თანახმამის თაობაზე და რა თქმა უნდა შეერთებული შტატების. გარდა იმისა, რომ გაერომაც უნდა დაუჭიროს ხარი. ამას კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომ თვითონ ამ მოლაპარაკების პროცესში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხედავთ, რომ დადებითი მომენტისკენ წავიდა ყველაფერი, უკრაინელებს ამ შემთხვევაში აქვთ ერთი ხრიკი ჩატარებული უკვე ზელენსკის მიერ, იმას არ ვიძახი, რომ თავის დროზე მან პირველი ფაზა აბსოლუტურად შეგნებულად ჩაშალა მოლაპარაკების ცეცხლსახშევალ კაბინეტში შეხვედრის დროს, მეორე ხრიკი რაც მან ჩაატარა ხა საუდის არაბეთში, გახდათ ის, რომ ის ესწრებოდა ქვეყანაში იყო ჩასული, მაგრამ მოლაპარაკებას აწარმოებდა არა ზელენსკი, არამედ ვინ? ერმაკი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთხელ საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა, მაგრამ უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში ვიძახი, მაგრამ ზელენსკისთვის ეს არის ერთგვარი მოქმედების საბაბი, ნებისმიერ დროს მას შეუძლია თქვას, რომ რაღაცა მასთან უშუალოდ არ იყოს შეთანხმებული და ეს ერმაკმა გადაწყვიტა ისე, რომ ის არ იყო საქმის კურსში და ამით კიდევ ერთხელ ჩაშავს. დიპლომატიური ამბავი არის, მაგრამ ყოველთვის ეს მექანიზმი გამოიყენება ნებისმიერ დროს საჭიროების მიხედვით. უფრო ღია და უფრო მსუბუქი ვარიანტი არის ხოლმე ესეთ მოლაპარაკებების, როცა თარჯიმას ბრალდება ყველაფერი, რომ ატყობა არასწორად თარგმნა და ასე შემდეგ და ამ დროს ორივე მხარე მოლაპარაკების დროს იცის ისენა რა ენაზეც არის საუბარი. ეხლა ერმაკის ფაქტორი რატომ არის საინტერესო, რომ კი ეს ერთხელ ზელენსკის აძლევს ჩაშლის საშუალებას, მაგრამ მეორეც არის ევროპელებთან, რომლეთანაც ზელენსკის ერთგვარი ვალდებულება გააჩნია და რომლებიც წინააღმდეგები არიან ეს ომი რომ დასრულდეს, მათაც შეუძლია ერმაკი ასე ვთქვათ შეასაღოს, რომ ისევ ერმაკის ბრალია ეს ყველაფერი, თორემ მე ვაპირებდი ყველაფრის ისე გაკეთებას, როგორც თქვენ გინდოდათ, როგორც ჩვენ შევთავდით. ესეც საინტერესო მომენტი არის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, ამ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ პროცესი როგორი ინტენსივობით წავა და რაზე იქნება შეთანხმება, მოდით ესე ვთქვათ, დავარქვათ პირველი კატეგორიის ფაზა, მეორე ფაზა, მესამე ფაზა. პირველი რა თქმა უნდა ისე და ისე ცეცხლის შეწყვეტა არის, მეორე არის რომ თქვათ ჯარების დაშორიშორება როგორ მოხდება, რანაირად მოხდება და მესამე ამ დაშორიშორების სიტუაციაში რამდენად ექნება შესაძლებელი დაშორებულ მხარეებს, რომ მათი საჭიროების და მიხედვით კვლავ განაახლოს სამხედრო მოქმედება. ბატონო ზაზა, თქვენ ჩემზე კარგად და არანაკლებად მოგიხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ საქართველოს ეს გამოცდილება სოხუმთან დაკავშირებით და ორჯერ გვაქვს ეს სამწუხარო გამოცდილება და ორჯერ დიდი ხაფანგი დაგვიგეს ისე, რომ ჩვენ ვერ მოვასწარეთ ქართულმა საჯარისო შენაერთებმა დაბრუნება იმ ზღუდეზე, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი თავდაცვის ასე ვთქვათ. ამ დროს დისტანცია არ იყო საერთოდ ისეთი როგორც იყო და ვინ იყო ამ ყველაფრის ასე ვთქვათ კოორდინატორი და შემოქმედი რუსეთის ფედერაცია. ანუ ისე თქმა მინდა, რუსებს ამის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, საკმაოდ კარგად იციან რა გაკეთონ, არც ამერიკელები არიან შტერები და ის რომ ეხა ყველას უკვის რომ რატომ იძახიან ამერიკელები თუ ესე იგი 30 დღით ცეცხლი უნდა შეწყდეს და მშვიდობა 30 დღით მაინც უნდა დამყარდეს, რომ ისინი გააგრძელებენ შეერაღების მიწოდებას და თქვათ იგივე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, ეს არის პასუხი იმაზე, რომ სრული ნდობა რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არის ამ მოლაპარაკების დროს. ეს არის კარგი მოთელვა დავარქვათ ამას, რომ მეტად ცხადად დაინახო. რა თქმა უნდა, იმიტომ იმათაც ჭირდება გარანტიები. ხა ტრამპის სიტუაციაც წარმოვიდგინოთ ჩვენ ხომ, ეს ამხელა პოლიტიკური განაცხადი თავის დროზე არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც რომ ფაქტურად მან პირველ ადგილზე დააყენა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა, ხო, ნომერ პირველ პრიორიტეტად. მეორე არის თქვა სხვადასხვა საკითხები, deep state, ასე შემდეგ, USA-და და ნომერ პირველად და ეს რომ ჩაეშალოს ტრამპს მისი მზარდი რეიტინგი, ხო, შეიძლება ერთ დღეს უფრო სხვანაირი სახით და სხვანაირი კონფიგურაციით მიიღოთ. ამიტომ ის რა თქმა უნდა ფრთხილობს, ის რა თქმა უნდა შეეცდება ამ სიტუაციაში მისი აბსოლუტურად ყველა ძალა შეერთებული შტატების არის ჩართული, რომ რუსებმა რამენარად არ მოატყუონ ან არ გადააგდონ. დავარქვათ წყალებში ყოველივე ამას ეს. თუმცა
ერთი რამაც არის გასწორებული, რომ რუსებიც არიან დღესდღეობით მონდომებული, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს. ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ერთგვარი ამას თქვა, მათაც ჭირდება და თუ ამ მოლაპარაკების შედეგად რუსეთი იღებს იმას, რაც მას ჰქონდა თავიდანვე დასახული და ბლიცკრიგით ვერ ან იმასთან მიახლოებულს მაინც ნატოშივე შევიდა რუსეთი. ამით უკვე შეუძლია პუტინმა იამაყოს, რომ მან ეს შეასრულა. ანუ შიდა პოლიტიკაში სასაუბროდ რა თქმა უნდა და მეორეც რომ თქვა იგივე ყირიმი შეინარჩუნოს და თუნდაც რაღაცა გაყინული კონფლიქტებიდან, გაყინული სიტუაციები დაარქვას, ეს პუტინს აწყობს. მაგრამ ის ამბავის რაც თქვენ შეკითხვის ბოლოში დასწრეთ რომ რატომ ჩავიდა ის კურსში პირველად საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ხომ ისიც პირადად ფიქრობს რომ ეს არის ერთგვარი რა თქმა უნდა პიანაბიჯი იმისა რომ უმაღლეს მთავარსარდალოცა სანგართან ახლოს იმყოფება გამხნევებაც არის მორალური მხარდაჭერაც არის და ასევე ჩვენება იმისა რომ ის გულგრილად არ არის ამ მომთან დაკავშირებით და თუ რამეა ისიც იძახის რომ თუ კი განახდება ვიღაცის და რაღაცის გამო ჩვენც მზადყოფნაში ვართ საინტერესო მომენტი გვაქვს, ხო, საინტერესო სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ერთია ჩვენი სურვილები, რომ გვინდა ეს ომი დასრულდეს თავიდან ბოლომდე და მეორე არის რეალობა, თუნდაც იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც მე შევეცადე, რომ ასე ძალიან მოკლე დროში ჩავმეთვალა. კი ბატონო. და ამასობაში ტრამპი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ფიქრობს, რომ ისიც დაელაპარაკება უკვე პირადად შეხვდება პუტინს და შესაძლოა სწორედ იმ 30 დღიან პაუზის დროს კონდეს ამაზე აქცენტი ხო? კი, რა თქმა უნდა. და თუ ეს შედგება, მაშინ უკვე ალბათ უმაღლესი პირების შეხვედრის დონეზე წავა დიალოგი და არა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, იმისთვის რომ თუნდაც ისეთი ბრჭყალებში გაუგებრობა თუ ლავირების ელემენტები გამოირიცხოს ჩემთან შეუთანხმებელი იყო მაგალითად მსგავსი ინსინუაციების არ დატოვებისთვის. ხო, ეხლა თვითონ პუტინის და ტრამპის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია კორეაზე არსებობს და აქ სასწორზე არა მარტო ომის შეწყვეტა იქნება, ერთ-ერთი მთავარი რასაც რუსები უკვე ესალმებიან, საინტერესო არის ესეც რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოხდა. რეალურად მოხდა ქვია უკვე ამას ვინაიდან უკვე ელჩების დონეზე არის საუბარი, უკვე არის იმ დონეზე საუბარი რომ პრეზიდენტები უნდა შეხვდეს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და რაღა ჭირდება, მოდით ესე ვთქვათ, ცალკე რუსეთს და ცალკე ამერიკას იმისათვის რომ მათ თუნდაც სხვა მხარეებს ანახონ ის რომ ამერიკა და რუსეთი კვლავ ხდებიან ის თავარი სახელმწიფოები რომელსაც უნდა მოახდინონ გავლენა მსოფლიო პოლიტიკას. სხვა მხარეებში მე ალბათ მოვიაზრებდი 2-ს თუ არა 3-ს. ერთ-ერთი არის ევროკავშირი, რომელიც მაქსიმალურად ვთქვით რომ რაღაცნაირი წინააღმდეგობა გაუწევს და აბსურდულ რაღაც კონცეფციებზე და სამიტებზე აქვს საუბარი და ვალით შეარაღების და გადაიარაღების რაღაც სიტუაციების ჩამოყალიბებაზე ევროკავშირს გულისხმობ და ვიცით რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა. მეორე თუ არა და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ეს არის ჩინეთი. ეს იქნება ჩინეთისთვის ასევე გზავნილი ამერიკისა და რუსეთის მხრიდან რომ ჩვენ რო შეგვიძლია მოლაპარაკებდა გარკვეულ რაღაცებზე შეთანხმება და მოდი და კეთილინებე და შენ სან ჩაერთი ამ ფერხულში ან ჩვენი თამაშის წესებით უნდა ითამაშო და მესამე შეიძლება იყოს კიდე სხვა ქვეყნებიც რომლებიც ასევე არიან წამოწეული უკვე ახალ მოთამაშეებს ნებად ინდოეთი იყოს ნებად ბრაზილია და თურქეთი და ასე შემდეგ საუდის არაბეთი და ის ნებისმიერი სადაც ეს მოლაპარაკებებიც კარგია. ეხლა კიდე ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი რომ პერიოდი როდესაც შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის არის დაძაბულობა და ეს პერიოდი ჩვენ გვახსოვს ფაქტურად მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ეს პერიოდი დაიწყო და მსოფლიოს თუ ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ცივი ომი მიმდინარეობდა გადანაწილება ხდებოდა და ასე შემდეგ და პერიოდი როდესაც თქვა შეერთებული შტატები და რუსეთი მეტნაკლებად ნორმალურ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან ნიშნავდა იმას მე არავითარ შემთხვევაში არა ვარ არც ერთის გულშემატკივარი და არც მეორეს გამოდივარ ისევე თუნდაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ხომ ეს იყო რაღაც დაწყლარების პერიოდი რომელიც უკვე სხვა რაღაცებს გაფიქრებდა ამ ქვეყნებს რუსეთს ცალკე და შეერთებულ შტატებს ცალკე აქვს ერთმანეთის მიმართ ინტერესი თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა დონეზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არა მარტო შეერთებული შტატებისათვის ისე ევროპელებისთვისაც თუნდაც რუსეთი არის ის დიდი ბაზარი რომლის დაკარგვა არავის არ უნდა და ეს ჩვენ ვიხილეთ სანქციების პერიოდში როგორ არალეგალურად სარგებლობდნენ და ვაჭრობდნენ რუსეთთან თუმცა ჩვენ გვემუქრებოდა რომ სანქციები და დაგვეკისრებინა მათთვის და რა თქმა უნდა ევროპელებიც ფიქრობენ იმის თაობაზე მე თქვი
არაერთხელ და კიდევ გავიმეორებ თქვენს დებართ რომ როგორც კი ომი დასრულდება რიგი დადგება რუსეთში ბიზნესების და სავაჭრო ურთიერთობების აღსადგენად რაც იყო და უფრო ფართოდ თუ არა რა თქმა უნდა რუსეთსაც აღწევს ეს ყველაფერი და თავისთავად ცხადია თლათ ესე არ იყო რომ ომის პერიოდში კი მან გაუძლო ამ წელს სანქციებთან დაკავშირებული რაც იყო თუმცა გაცილებით უკეთესი იქნება მისთვის რომ ალბათ ის პირველი როლი მოიგოს როცა მას ჰქონდა ომამდე როცა იყო ენერგო ერთ-ერთი გიგანტი მსოფლიოში და ამ ენერგო მატარებლების საშუალებით ძალიან დიდ ფულს შოლობდა რუსეთი და ერთ-ერთი გზა იყო მისთვის რომ რუსეთი უფრო სხვა ამპლუაში დაენახა თქვათ იგივე მსოფლიოს რა თქმა უნდა პუტინი არ არის უგუნური, მეც ბრძენს ვერ დავარქვე, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და სიმპათია მის მიმართ არავითარ შემთხვევაში არ მაქვს, თავისთავად ცხადია, მაგრამ შევხედოთ რეალობას, ხო? პუტინი ალბათ ფიქრობს იმას, რომ ომის გზაზე უკეთესი ალბათ ის მშვიდობიანი გზა იყო და ენერგომატარებლებით თუნდაც იმ სიმდიდრის მოპოვება და ეკონომიკური რაღაცა სიძლიერის მოტანა თავისი ქვეყნისთვის. ომი აღარ გახდა არც ერთი ქვეყნისთვის უკვე ის, თუ ძალიან სულელი არ არის საშუალება, რომელსაც შეიძლება მან ქვეყანა ან გააძლიეროს ან რაღაცა სუპერ პაუერი თუ სუპერ სახელმწიფოს როლი მოიგოს. მშვიდობის გზა უფრო კარგია და სხვა საშუალებითაც შეიძლება ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, სასწორზე ბევრი რამე დევს. ტრამპის ინტერესებშიც არის, პუტინის ინტერესებშიც არის და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ორივეს ინტერესში არის, რომ ევროპას თავთავიანთი წილი თითი დაუქნიოს, ხო? ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ბატონ ლევან, ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობა ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და მეორე რუსული მხარის ინტერესები, რასაც თქვენ ახლა ისაუბრეთ. და ახლა მათი მორიგებისა თუ მათ შორის კონსტრუქციული დიალოგისა თუ მომავალი თანამშრომლობის ხაზი ცალსახად გადის უკრაინაზე. ამიტომ თქვათ ზელენსკის ადმინისტრაციას და იქ მიმდინარე პროცესებს გადამწყვეტი მნიშვნელობაც გააჩნიათ ამ თვალსაზრისით. თქვენ სწორად აღნიშნეთ და მოდით გავაკეთოთ მაგალითად ორ დიდ მოთამაშეზე ახლა აქცენტი რეგიონულ თურქეთზე არ ვისაუბროთ და თქვათ აღმოსავლეთის ქვეყნებზე. ჩინეთი და ევროკავშირი. ტრამპის მხრიდან გასაგებია და ესეც საინტერესო თემა ზეწოლა ასე თქვათ ევროპულ ადმინისტრაციაზე გაერთიანებულ ევროპაზე იმისთვის რომ გრძელვადიან პერიოდში მას ჰქონდეს მეტი საიმედოობა ევროპის მხრიდან ანუ როგორც დასაყრდენი აქ იყოს ისეთი როგორიც მას წარმოუდგენია და იმ თამაშის წესებით როგორიც მას უნდა და არა ისეთი როგორიც მანამდე ადმინისტრაციას ჰქონდა მოკლედ რომ ვთქვათ ამასობაში ევროკავშირში ჩვენ უკვე უფრო ხმამაღლა გვესმის საუბარი სამხედრო მზადყოფნაზე ეს მას შემდეგ რაც ამერიკამ თქვა რომ ფაქტობრივად თუ რაღაცა თქვენ შეგიძლიათ მიხედოთ თქვენ თავს ნატოსთვის გაგზავნილი მისი სიგნალი რომ თქვენც შეიტანეთ ფული და მარტო ჩემზე უღარ იქნებით და რაც ათეულობით წლები ასეა ესეც ისეთია როცა ძალიან სჭირდებოდა ამერიკას იხდიდა ამ ფულს და ეხლა როგორც ჩანს ისე არ ჭირდება და უარს ამბობს ან იმიტომ ამბობს რომ იმათაც მეტი შეიტანონ და ეკონომიკური დანახარჯი არ კონდეს და ასე შემდეგ ამასობაში ევროკავშირში ჩვენ მოვისმინეთ სარკოზის განცხადება რომელმაც ფრანგული და ბრიტანული ატომური ქოლგაშესთავაზე ევროპას და ამაზე ცალკე კომენტარები მოვისმინეთ თუმცა ევროპამ კიდევ უფრო მკვეთრად და თავსხად დაინახა რომ ამერიკული ბაზების იმედად და ამერიკული სამხედრო ძალის იმედად მხოლოდ ვერ იქნებიან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმედად და ბევრი ისინი უფრო მეტად ახლა საუბრობენ იმაზე რომ მეტად უნდა გაიხსენონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობის განვითარება და ამასობაში 800 მილიარდი ევროს მობილიზებაზე არის საუბარი, ხო იქ საკრედიტო ინსტრუმენტების გამოყენებით და ასე შემდეგ და ამ 800 მილიარდიან ისინი განიხილავენ ევროპული სამხედრო შესაძლებლობის გაზრდას და უკრაინის მხარდაჭერასაც. მაგრამ ამასობაში ევროპელი დეპუტატების უკმაყოფილება, იმიტომ რომ 122 სტატიის შეთანხმება იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ სადეპუტატო განხილვა სასწრაფო და პირდაპირ გადაწყვეტილებაზე წასულიყო ეს თემატიკა. 800 მილიარდი ცოტა ნამდვილად ფული არ არის. ეს ერთი ევროპა, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ამ მოცემულობაში საკუთარი პოზიცია უსაფრთხოება გაზარდოს და მეორეს მხრივ გეოპოლიტიკური ღირებულება არ დაკარგოს. ხო და შეინარჩუნოს. იქით ჩინეთი რომელიც გადასარევად იყენებდა უკრაინაში დაწყებულ სამხედრო პროცესებს სათავისოთ რუსეთთან ურთიერთობაში თუ ამერიკასთან ურთიერთობაში, ხო? და ჩვენ ამაზეც გვისაუბრეთ და მე მგონი მიუახლოვდა მოცემულობა იმ მდგომარეობას, როდესაც გასაგებია რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადრე თუ გვიან ასე უნდა ყოფილიყო და ახლა ტრამპის დროს ისევ გაცხადებული თემა რომ მისი მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი.
მაგრამ რუსეთი მინიმუმ ენერგორესურსებიდან და გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არის გადამწყვეტი აი ამ ჭიდილშიც ხო ამერიკისა და ჩინეთს შორის ოკეანის ქვეყნისა და ჰარტლენდის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელს შორის ხო და ვის მხარესაც იქნება და ვის ჭრილშიც თუ ვის ორბიტაზეც მოექცეოდა რუსეთი იმას ექნებოდა სუპერ უპირატესობა ხო როგორც მაგალითად კავკასიის აი ამ რეგიონულ დიდ თამაში აქ ღირებულება ხო ტყილა არ არის ხო ჩვენთან ეს ამბები აი ამ მოცემულობაში კითხვა მიმყავს საით ჩვენ მოვისმინეთ როგორც კი ზელენსკიზე ზეწოლა იყო მოლაპარაკებების დაწყებას და ამ შემდეგ ეს გართულებები იყო ჩინეთმა თქვა რომ ჩვენ ჩავერთვებით უკრაინის მხარდაჭერაშიო ანუ ეს სიგნალიც წამოვიდა და მე მგონი შეიძლება ეს უკრაინისთვის მიწოდებული იყო თუ ამერიკა უწყვის უარს და თუ საჭიროა მე მოგამარაგებ იარაღით რაღაც კუთხით ახლა ასე არ დაუპირისპირდება ის რუსეთს მაგრამ მის ჩართულობაზეც საუბარი იყო მოკლედ როგორ ფიქრობთ რა შესაძლებლობას ხედავთ როგორ გეოპოლიტიკური სურათის როგორ განვითარებას ხედავთ იმისთვის და როგორ ატყობთ ეს ძალები როგორ გადანაწილდებიან ხო მე წეგან ასე თქვა დავასრულე იმით რომ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა არა ომს არამედ ეკონომიკურ ბრძოლას ამ თვალსაზრისით და ამის ნათელი მაგალითია რა თქმა უნდა ჩინეთი ხომ თავისთავად ცხადია ეს ქვეყანა ისე გაძლიერდა და ისე გამდიდა რომ ფაქტურად თოფის არ გაუსვია არსად თუ არ ჩავთვლით რაღაც ერთობლივ წვნებს რუსეთთან მიმართებას ხოლო ეს წვნები ახლაც არის დაგეგმილი რუსეთ-ჩინეთის წვნები ოკეანეში და გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე ალბათ ჩატარდება აუცილებლად ეხა ერთი არის და ამ დროს მე მგონი ამერიკის შართულობა არ არის წვნაში რომელიც ევროპაში უნდა გამართულიყო ხო რა თქმა უნდა არ არის და ამის მიზეზიც კიდე სხვა არის. ეხლა ჩვენ ვერცად ვერ გავიქცევთ იმას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, ხომ? და ყველა თავისებურად ცდილობს, რომ გარკვეული სარგებელი ნახოს, თუნდაც ეხლა იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში, რომელიც არ არის დასრულებული, ეხლა იწყება კი არა. ეხლა იწყებასაც ეხლაც ვერ ვიტყვით, რომ იწყება, ალბათ, აი, სწორი შენიშვნა გააკეთეთ, რომ სამშენებლო ქაოსი არის და რაღაც მასალები მოაქვს ამ უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მაგრამ როგორც აი უაზროებებში ხდება, ხოლმე რაღაც ან კალიბრი არ მიდის, ან მასალა ზოგი დიდია, ზოგი გრძელია, ზოგი უაზროა, ზოგი უხარისხოა. რეალურად ესე არის. იმიტომ რომ შენებლობა არ დაწყებულა, სურვილი ბევრს აქვს და სურვილებთ ამავდროულად ამ შენებლობაშიც რომ გარკვეული სარგებელი ნახონ. რომ შენებლობას პირობითად ვიძახი, გასაგებია რომ ეკონომიკური სარგებელი ჭირდებათ. ჩინეთის საკითხი ამ ხრივ შეიძლება ითქვას რომ გასაგებია ჩინეთის მთავარი ინტერესი რა არის რომ მაქსიმალურად გაიტანოს თავის საქონელი დასავლეთში და მაქსიმალურად მიიღოს დასავლეთიდან ასე ვთქვათ სარგებელი და ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა კარგია თუ ჩვენ განვიხილებით სატრანსპორტო კორიდორად და დერეფნად ხომ რუსეთის ასე ვთქვათ მეტაკლებად ავსენით ევროპელების სიტუაცია ცოტა არ იყოს და გაურკვეველია მხოლოდ და მხოლოდ იმ მართლებით რომ იმ ევრობიუროკრატების გამო რომლებიც დღეს ამ ავანტურას ეწევენ ახლა 800 მილიარდით ახალი ჯარის ჩამოყალიბება რა თქმა უნდა შესაძლებელია მაგრამ ეს არის თუ არა ორი რამ შეიძლება იყოს რომელსაც მე ვხედავ. ნუ პირველი ხო უაზრობა არის რომ სესხათ აძლევს ვიღაცას რაღაც მე შემიძლია ხა თქვენ დააკვირდეთ და გითხრათ მაგალითის ვიზახს ხადია რომ ბატონო წამ გავიდეთ ნებისმიერ საავტომობილო ბრენდირებულ მაღაზიაში და რაც გნებავთ ავარჩიოთ. ამას ისე გეუბნებთ, გეგონება მე ვყიდლობ და როცა მივალთ მაღაზიასთან გეუბნებით რომ ეს ამდენი ხის და ხოც რომ ვალი უნდა აიღოთ, სესხი უნდა აიღოთ, რა საჩუქარი არის მაშინ. არჩევაში ხო დამეხმარებით. არჩევაში გეხმარებით, კი ეს ძალიან დიდი ის არის პლუსია, გეგონება თქვენ ჩემს გარეშე არ შეგიძლიათ ამის არჩევა, ხომ? აბსოლუტური სისულელი. მეორე არის ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოებას იცავს ევროპის ტერიტორიაზე და ეს არის ნატო და ნატო არის ის, რომელსაც ყველაფერი აქვს შემუშავებული და ევროპელების ეს ცდელობა რაც არაერთხელ მოგვისმენეთ, ლამის არ უკვე საუკუნეს მიაბიჯოს ამ ცდელობამ, ჰავერცოლანდან დაწყებული, როცა ის ევროკომისარი გახდა ნატოს გენერალ-მდივნის შემდეგ, მას მერე არის ამის საუბარი, რომ ევროპამ უნდა შექმნას რაღაც თავისი ძალები, ხან იყო სწრაფი რეაგირების ძალები, ხან გერმანულ-ფრანგული ბრიგადები და ამ შემდეგ, მაგრამ მთავარი ლიდერი როლი მაინც აქვს შეერთებულ შტატებს. აქ რატომ? იმიტომ რომ ეს არის ის ბირთვული სახელმწიფო რომელიც არის გარანტორი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების. მეორე არავინ არ ფიქრობს რომ ტრამპის მუშტების ქნევის დავარქმევთ თვითების ქნევას რომ ამერიკა როდესმე უარს იტყვის ევროპაში თავის ინტერესების და თავის გავლენაზე ეს აბსოლუტურად გამორიცხული არის. მესამე რომ ის გასაგებია რომ გარდა პოლიტიკოსებისა მართლაც საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენია თუ არა და რა ვიცი მე ვერ ვიშოვე მაგდენი თანხა ბოლო რომ მაგდონეზე მეხსია ხომ ვერავითარ შემთხვევაში ის ბიზნესის თვალსაზრისითაც უყურებს ამ ყველაფერს და საკმაოდ გონივრულად და ჭკვიანურადაც ხომ გინდა თავდაცვა გადაიხადეთ შესაბამისი თანხი.
უნდა გადაიხადოთ, თანასწორები უნდა იყოს ყოველი ამისათვის, რომ მე ვერ ვიქნები თქვენი გარანტორი ყოველთვის. სხვათა შორის ძალიან მიხარია ამას რომ ვისმენ, ეთყობა რაღაც მაინც ისა მაქვს გზნობა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ, ხო, ვინაიდან ყველაზე უსაქმურია გნებავთ ევროკავშირში, გნებავთ ნატოში თუ ვინმე არიან, ეს არიან ბალტიისპირელები. არაფრის გამკეთებელი არ ჯარიყავთ შესაბამისი არაფერი და მუდმივ ხვეწნაში არიან ამერიკელებთან, კონტინგენტი გაზარდეთ, დაგვიცავით, გვეშინია, რუსეთმა უნდა დაგვარცხას და ერთ-ერთი მიზეზია რომ სიმძიმის ცენტრი უნდა გადმოიტანონ ხოლმე საქართველოში. ნუ ეს აკეთება არის, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ჩვენ ევროპის ამ სურათს, რომ ამ თანხით შეიძლება ჩვენ ახალი ჯარი შევქმნათ, მაგრამ ეს არის რა ამერიკელებზე დამუქრება რომ არ გვინდა თქვენი უსაფრთხოება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, რომელსაც რაღაც შანტაჟის სუნი უდის და უაზრო მუქარის, რაც შეუძლებელია და მათ ძალიან კარგად იციან. ყველაფერს თავი დავანებოთ, ცალკეული ქვეყნებიც არ დაეთანხმებიან ამას, ვინაიდან ორმაგ ბიუჯეტზე უკვე საუბარი, ხო? და ორმაგ დატვირთვაზე არის, თუნდაც ჯარების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნატოს რა ჭირდება რაღაც ადაპტირება, გეგმების და ასე შემდეგ და სხვა საინტერესოა რომ რუტე, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გუშინ შეიძლება სულ სხვა აზრი ქონოდა ამის თაობაზე, როგორც ნიდერლანდების წარმომადგენელი, როგორც მე ნატოს გენერალური დივანი გახდა, ის არის ტრამპის მხარდამჭერი აბსოლუტურად ამ საკითხთან მიმართებაში. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხომ არ არის ეს ერთგვარი პროვოკაციული გამოძახილი, იგივე სარკოზის მეთქი, მაკრონის, რა თქვა მე რომ გავიხსენოთ ბირთვული შეკავების დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში. რუსეთის გამოწვევის რაღაცა მცდელობა ხო არ არის, პროვოკაციის მცდელობა ხო არ არის, იმისათვის რომ თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომი გაგგვირდებათ. რატო უნდათ მათ ესეთი რამ? უნდათ და ქონდათ კიდევაც და შექმნეს კიდევაც, ხომ? და რუსეთის პასუხები გავიხსენოთ, ხომ? რუსეთი ესეთ პროვოკაციულ გამოხდომებს მის მიმართ, რომელიც თვითონ არის პროვოკაციების შემქმნელი და ორგანიზატორი და დიდი ხელოვნება გააჩნია მას დაკავშირებით, სიამოვნებით ღებულობს. და მე ადეკვატურად პასუხობს კიდეს. გავიხსენოთ ისევ ჩინეთთან დაკავშირებით, თქვენ რომ ბრძანეთ, ჩინეთსაც სურდა, ხომ? მოლაპარაკების დაწყება ცეცხლსასთან დაკავშირებით. გულება ჩავიდა კიდეს. და როგორ მოხდა ამ ყველაფრის შაშლა, როგორ მოხდა რუსეთის მიმართულებით რაკეტის გასვლა, როგორ უპასუხა ადეკვატურად პუტინმა და შემდეგ. ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი რამ, ხომ? პუტინი არის ის პიროვნება, რომელმაც არაერთხელ დაიწყო ომი და მეტნაკლებად მოდით ვაღიაროთ სიმართლე, ხომ? 2008-ში მან ომი მოიგო სამწუხაროდ. იმიტომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. თორე ხა ბრძოლა არ მოუგია და ჩვენ ეს ვიცით ჩვენ და ჩვენ იქნება ყოველთვის ამის იმედით ცოცხლობთ, მაგრამ რეალურად მან ჩვენ მოგვიგო ომი, ხომ ეს ფაქტი არის რა. და ვის მოუგო ესემი საქართველოს ტერიტორიაზე დასავლეთს თუ საქართველოს უშუალოდ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი სახეზე არის. 2014-ში უკრაინას მოუგო მან ომი, რა თქმა უნდა მოუგო, იმიტომ რომ ყირიმი წაართვა. ესეც ხომ ფაქტი არის. მესამე ომს უგებს თუ არა, ეს გამოჩნდება მას შემდეგ რა შედეგი დასრულდება და როგორ იქნება შეთანხმების ფორმატი. ხო, აი მიწის რომელი ნაწილი დარჩება, მას და რომელი არ დარჩება. ხო? თავისთავად ხადია. ამიტომ ნუ უყურებთ ამ ადამიანს ჩვენ ისე რომ რაღაცზე ან მორალურად უნდა შევარცხინოთ, ან თითი დაუქნიოთ, ვინ უნდა ყველაფერზე წამსვლელი არის თავისუფლად და წყლარად, ხო? საჭიროების შემთხვევაში თუ კი მას ევროპელები ესე დაემუქრებიან, არაფრად არ უღლის, მაგრამ ეს პროვოკაცია მიიღოს სიამოვნებით და გააგრძელოს ისევ ის მოქმედებები, რაც პირველი და ხო, მაგრამ აქედან რა სარგებლიანობა? ეს ევროპას ზარალში არის ეხლაც. ვინაიდან მის ტერიტორიაზე არის ომი, მაგრამ ზარალში არ არის პიროვნულად ის ადამიანები, რომლებიც ამ ომს ხარი დაუჭირეს, ამ ომის დამთავრებას რომ არ უჭერენ მხარს. ძალიან ბევრია, ხო ესეთი ადამიანები და ვიცით, ჩაბოთოლოთ თუნდაც დაწყებული ურსულა ფონ დერ ლაიანი და დამთავრებული კაია კალასამდე, ხო? აი, სანამდე რამდენი ხანი, რამდენი წელი, რა კიდევ 5 წელი რო იქნებ პრეზიდენტი ამერიკაში შეიცვალოს და ადმინისტრაცია პოლიტიკა შეცვალოს თუ რა. კალასი ბედავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ყოფილი და დღეს ევროკომისარი ბედავს იმას, რომ აკეთებს განცხადებას, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ლიდერი ჭირდება, ფაქტურად ესე გიძახის, რომ ტრამპი უნდა შეიცვალოს სხვა იმით. ამას როცა ბედავს, მოდი დავარქვათ ყველაფერს თავის სახელით და ვთქვათ ყველაზე მთავარი. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ლიდერი პოზიციები გააჩნიათ და ამ პოლიტიკოსებიც არიან გონიერების და არიან უგნურების. ეს არის რეალობა. ჩვენ ხო ეს არაერთხელ გვინახავს ისტორიაში. რა ჰიტლერს რო ცოდნოდა რომ წააგებდა ომს, თქვათ, საბჭოთა კავშირთან დაიწყებდა ომს, არა, მასე გონა რომ მოიგებდა. და ამიტომაც ამოიწყო ის ომი, ხო თავისთავად ხადია. თვითდარწმუნება ქონდა და ძალიან ბევრი დიდი ქვეყნის დიდი მხარდაჭერაც. ხო და ეს არის ხა დიდი პოლიტიკოსების ყველაზე დიდი უბედურება, რომ როდესაც დიდ სავარდელში ჩასხდებიან, ხო, მართლა გონიათ რომ ძალიან ჭკვიანები არიან და მე ჩვენ დღეს აღმოჩნდა არც თუ ისე ჭკვიანები არიან. ეხლა წარმოიდგინეთ დონალდ ტუსკი
იგივე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იძახის რომ ჩვენ უნდა გადავიარაღდეთ ჩვენ აი რუსეთის წინააღმდეგ რაღაც უნდა ავაშენოთ მაბადიეთ რა კიდევ ერთხელ სად პოლონეთი სად რუსეთი ვის იმედი აქ მას იზურგი რომ ნატოს წევრი ქვეყანა არის ჯერჯერობით მაგრამ მე პოლონელების შეშფოთებული სახეებიც ვნახეთ არაერთხელ ტელევიზიის და მასმედიის საშუალებით როდესაც რამოდენიმე ჭურვი უკრაინის მაგრამ პოლონეთში ავარდა სასწრაფოდ მოითხოვეს ამერიკელებისგან კონტინგენტის ასე ვთქვათ გაზდა თუ ეხა ეს ევროპელები ამ შანტაჟ ავანტურის თუ რაღაც ამბიციურ განცხადებაში იმას ფიქრობენ რამე რო იყოს ამერიკა მაინც დაგვიცავს და უფლებას არ მიცემს რუსეთს რომ გაინავარდოს ევროპაში ეს გასაგები არის მაგრამ მეორე მხრივ ხომ რამხელა ავანტურაზე არის საუბარი თქვენ წარმოიდგინეთ რა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ამ ავანტურას შეიძლება ემსხვერპლოს ისევ და ისევ ეს დიდი პროცესი რაც ჩვენ სასაწყისში თქვით დადებითი უკვე დაწყებული და რუსეთ-უკრაინის ომი განახლდეს ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს ამის ანალოგი აგერ აქვს ჩვენ კავკასიაში სანამ ყარაბაღის კონფლიქტი დასრულდებოდა ასე ვთქვათ შეთანხმებაზე მოეწერებოდა ხელი სადაც მეორე მესამე დღეს ერთი გასვლა არის ხოლმე საჭირო იმისათვის რომ საომარი მოქმედებები განახდეს სამშვიდობო პროცესი ურთულესია საპირისპიროს მიღება კი უმარტივესია შესაბამისად ხომ ისინი ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ ძალიან ცუდ ავანტურაში არიან ჩაბმული და მე იმედი მაქვს რომ მათ ეს არ გაუვათ უფრო მაქვს სხვა რამის იმედი რომ მშვიდობა დამყარდება მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძნელი პროცესი არის ძალიან ხანძლივი პროცესია და ბევრი დეტალი იქნება ისეთი შესაძლებელი და დასათმობიც კიდეც მათ შორის რუსეთის მხრიდანაც ამერიკის მხრიდანაც და უკრაინის მხრიდანაც ეს არის მოლაპარაკების პროცესი მოლაპარაკების დროს თუ ერთი მხარე გაჯიქდება მოლაპარაკება ვერასოდეს ვერ შედგება კომპრომისი უნდა შედგეს რაღაცის დათმობა რაღაც შეთანხმება და შემდეგ უკვე შედეგი არის შესაბამისი და მას შემდეგ როდესაც შეთანხმება შედგება მე უფრო გარკვეული იქნება სამშენებლო მოედანზე როგორი ტიპის არქიტექტურა უნდა მიიღოს ახალი წყობის გეოპოლიტიკამ სოფლიო გეოპოლიტიკამ ერთი სამშენებლო მოედანის გვავიწდება ჩვენ უკვე პირდაპირ მნიშვნელობით ვიძახი არ დაგავიწყდეთ ჩვენ რომ უკრაინის აღდგენის პროცესი როდესაც დაიწყება თუნდაც იმ ტერიტორიებს რაც მას დარჩება რამდენი ქვეყნის ტოლი დიდი კომპანია და ფირმა ილესავს კბილებს იქ თუ კი არა აქვს უკვე გაყოფილი ვინ დააშენოს ვინ ჩადგას და როგორ გააკეთოს ეს ცალკე მილიარდების თემაა და ეს ცალკე ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი საბაბი იქნება მაგრამ ეს მაინც გაგრძელება მთავარია პირველი შეთანხმება და მთავარია როგორი ფორმაციის იქნება ახალი გეოპოლიტიკური სახლი ამ პლანეტაზე და ჩვენ გვინდა რომ ამ სახლში კარგი ხედით ადგილი გავიბევოთ ერთიც ვიტყვი თქვენის ნებართვით თუ როგორ ეწურება როგორც ვატყობ აუცილებლად დადგება შემდეგი ეტაპი უკრაინაში არჩევნების ჩატარების და ეს ნიშნავს იმას რომ ზელენსკის თამაშიდან გაყვანა აუცილებელი პირობა იქნება მე დარწმუნებული როგორც ამერიკელების მხრიდან ასევე რუსების მხრიდან ზელენსკი არის ის პოლიტიკური ფიგურა რომლის მოდით ესე ვთქვათ არც კლოუნა დააწყობს ამ პროცესში არავის და არც რაღაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფის რაღაცა მამაცური გამონახტომები ვინაიდან ის არის ამ პროცესის ნებისმიერ დროს შაშლის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ამიტომ არჩევნებზე იქნება აუცილებლად საკითხი და ამ საკითხის დაყენება მე მგონი ორივე მხრიდან იქნება როგორც ამერიკელების მხრიდან ასევე რუსების მხრიდან ალბათ მას რაღაც გარანტიებს შესთავაზებენ ნუ ალბათ და ძალიან რთული პროცესია და ძალიან რთული რეალობაა და იმედი დავიტოვოთ რომ მაქსიმალურად უნივერსალური გამოსავალი გამოიძებნება და უკრაინელი ხალხის ის სირთულე რის წინაშეც დღეს დგანან იმედი გვაქვს სასიკეთოდ დასრულდება იმისთვის რომ შემდეგ აქ დასრულებული სამხედრო მოქმედებები უკვე ყველას აიძულებს რომ პოლიტიკურ დიალოგში გადავიდეს და პოლიტიკური დიალოგის მოცემულობა ეკონომიკური თანამშრომლობის კვლავ გაღრმავებას და ასე ვთქვათ სასურველი დღის წესრიგით ცხოვრებას გლობალური მასშტაბით. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის რადიო ემედის მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენ სტუმართან დიალოგი აიტვირთება რადიო ემედის Facebook გვერდზე დღის არხის ფორმატში ვასრულებ რადიო ემედის პირდაპირ ეთერში მუშაობას ჩვენ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთიან დაფუძნებელს ბატონ ლევან ნიკოლაიშვილს მასპინძლობდით მადლობა თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ